რას გვატყუებენ წარმატებულ ადამიანებზე და ზოგადად წარმატებაზე. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და გთხოვთ გამოიწეროთ არხი ვიდეოს დასაწყისში ვარ. მოიწონოთ, დააკომენტარეთ და ხელი შეუწყოთ ჩემს არხს განვითარებაში, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო კონტენტი ჩავწერო. და რას გვატყუებენ? ძირითად შემთხვევაში შეიძლება ეგრეთ წოდებული ჩვენი აღქმით და ზოგადად არა მარტო ჩვენი აღქმით, არამედ თანამედროვე ნარატივით წარმატებული ადამიანები კი არ გვატყუებენ, უბრალოდ ეს ყველაფერი არის შეფუთული ისე, რომ გავს ტყუილს, თუ დავშლით, ესე ვთქვათ, მათ წარმატების ისტორიას და სოცმედიას, ზოგადად ტრადიციულ მედიას ძალიან მოწონს ისეთი პოპულისტური ვარსკვლავების შექმნა, რომ იყო არაფერი და მერე გახდა უცბად რაღაცა. სიტყვა უცბად შეგვიძლია ამოვაგდოთ და აი ზუსტად ნულოვანი წერტილიდან წარმატებამდე არის ის გზა, რაზეც არ კეთდება აქცენტი. თუმცა ჩვენ თუ მოვძებნით, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად ვიპოვით ჯეფ ბეზოსზე რა გზა აქვს გავლილი, მაგრამ ამაზე არ კეთდება აქცენტი. პირდაპირ ვხედავთ ინტერვიუს, როდესაც ის არის, ესე ვთქვათ, უკვე ვარსკვლავი და ძალიან წარმატებული ადამიანი. ეს ხდება ნებითაც და უნებლიეთაც. ნებით იმ თვალსაზრისით, რომ უინტერესო არის მედიისთვის ადამიანის, ესე ვთქვათ, ინტერვიუების ჩაწერა, ან მისი ცნობადობის გაზრდა, როცა ის არის, ესე ვთქვათ, გზის შუაში და ჯერ არ არის სიცხადე შემოსული, წარმატებას მიაღწევს თუ არ მიაღწევს. ზუსტად ამიტომ ჩვენ არ ვიცით ხოლმე, აი დღეს ეს ადამიანები, რომლებიც მომავალში წარმატებულები იქნებიან, რა გზას გადიან და პირდაპირ ხედავთ რაღაცა ძალიან ბევრ მილიონიან სახლში მცხოვრებ, რამდენიმე მილიარდის ნეტვორთის მქონე ადამიანების სახეებს და ისტორიას და გქონია, რომ ეს არის მიუღწეველი და არა და როდესღაც ისინი იმ ნულოვან წერტილში იმყოფებოდნენ, უკაცრავად იმ ნულოვან წერტილში იმყოფებოდნენ, სადაც შეიძლება დღეს ბევრი ქართველი ან იმ შუა წერტილში, სადაც არის ქართველების, ესე ვთქვათ, უმრავლესობა. ნეტა უმრავლესობა, არ ვიცი ახლა ზუსტად სიმართლე რა ვთქვა სტატისტიკა, მაგრამ პირველი არის, რომ შუა გზა არის უინტერესო, ამიტომ მათ ცნობადობა არ აქვს, შესაბამისად ნებით თუ უნებლიეთ ჩვენ არ ვიღებთ ამ დროს მათზე ინფორმაციას და მეორე არის, რომ უბრალოდ ესეთი ნარატივის და ფიგურის შექმნა, რომ მან შეძლო, შენ ვერ შეძლებ და ეს ერთეულები ხვედრია, რა თქმა უნდა, ზოგადად სისტემას, ახლა ძალიან ტენდენციურია სიტყვა მატრიცა აწყობს, რადგან მასა ადამიანების იყოს დამყოლი, არ მიყვნენ თავის მიზნებს, მოწოდებას, იმუშაონ სტანდარტულ სამსახურებში, ყოველთვიურ ხელფასსა და რაღაცნაირად არ მოითხოვენ თუნდაც სახელმწიფოებისგან და მაგალითად გლობალური ორგანიზაციებისგან მეტი. ჩვენ შეგვიძლია დღევანდელ ვიდეოში ეს მითები დავშალოთ და რაღაცნაირად უბრალოდ ვწერდი და გამოვიდა 8, შეიძლება იყოს მეტიც, მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ არის მეტი მითი, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში და მაინტერესებს თქვენი, ესე ვთქვათ, აი უცბად რა მოგაფიქრდებათ აზრი ყველაზე წარმატებული ადამიანი თქვენს თვალში დამიწერეთ კომენტარებში და მე შეიძლება ვიდეოც ჩავწეროთ რეალურად რა გზა გაიარეს ამ ადამიანებმა წარმატებამდე. მითი ნომერი 1 არის, რომ მე უბრალოდ ვიპოვნე ჩემი ვნება, აი ეს ინგლისურად passion რაც არის, შეგვიძლია ვთქვათ რაღაცნაირად მისია და აი ამ ვნებას მივყევი და გავხდი წარმატებული, ხო? და აქ მაგალითი შემოდის სტივ ჯობსი, ილონ მასკი მსგავსი ადამიანების, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რამდენი წელი დახარჯეს მათ, მანამ სანამ იპოვიდნენ თავიანთ ამ გატაცებას მისიონერულ, ესე ვთქვათ,
მოწოდებას თუ ვნებას. ბევრი მათგანი, რომლებიც დღეს არიან, ესე ვთქვათ, აი ამ ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანების თუნდაც ასეულში, ან უნივერსიტეტში ჩააბარა და იქ რაღაცნაირი წრე და გარემო დახვდა და ნელ-ნელა მიხვდა რა აინტერესებდა, ან მაგალითად ბევრი წელი კორპორატიულ ან საჯარო სივრცეში მუშაობდა და მიხვდა რა აკლია იქაურობას და თავისი იდეა გააკეთა, ესე არ არის, რომ ყველა დაიბადა და 3 წლის ასაკიდან ასტრონავტობა უნდოდა ილონ მასკს და ამიტომ გააკეთა SpaceX-ის პროგრამა, ხო? ან ჯეფ ბეზოს 30 წლის წინ ვერ დაესიზმრებოდა, რომ მის მეუღლეს საჩუქრად მეგობრებთან ერთად გააფრენდა კოსმოსში. აქედან გამომდინარე, შეშფოთდებით და დაიხევთ უკან, თუ აი დღეს არიცით ზუსტად რა არის თქვენი უნება. იყავით ძიებაში და ეს ძიება ხომ მოქმედებაა, რაც უფრო ბევრს მოქმედებ, უფრო მეტი შესაძლებლობა გიჩნდება, შენი მოქმედების პირდაპირ პროპორციულია შესაძლებლობების რაოდენობა და ასევე იძენ გამოცდილებას და რაც უფრო კარგი გამოცდილებით იპოვით თქვენს ნებას, შანსი იმის, რომ ეს თქვენი უნება და მისიონერული იდეა იქნება წარმატებული, არის ბევრად დიდი. მითი ნომერი 2, რომელიც პირველ ადგილზე იმსახურებს ყოფნას, არის, რომ ეს მოხდა სწრაფად. არაფერი არ მოხდა სწრაფად, ის ვინც გამდიდრდა სწრაფად არიან, აი 10 თითზეც არ დაეტევა და ეს შეიძლება ყოფილიყო 2000-იანების მაგალითად ინტერნეტი რო შემოვიდა და მაშინ ბევრი თაღლითური სქემა იყო, ან შეიძლება ეხაც იყოს რაღაც არაკანონიერი გზით, ესე ვთქვათ, გამდიდრებული ადამიანი არ არის წარმატებული. ეს დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკი აქვს, რომ ამ ფულს დაკარგავს თავისუფლებას, დაკარგავს რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, ეს სისწრაფე გავაყოლოთ იმას, რომ სწრაფად ნაშრომ ფულს მოყვება ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი რისკები. ლეგალური, ანუ იურიდიული და თუ იურიდიული არ მოყვება, მაშინ აი მაგალითად ლატარია მოიგო ვიღაცა. მის ძალიან მდიდარი არც იქნება, მაგრამ ძალიან ბევრიც რომ მოეგო, აი კრიპტო ინვესტორს ნუმუწოდებთ, ადამიანმა უბრალოდ გაიგო კრიპტო, ფული ჩადო და გააბევრა. მერე შენარჩუნება არის რთული, ამიტომ მითი რომ სწრაფად მოხდა არის სისულელე. უორენ ბაფეტი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, ოფრა უინფრი, სპანქსის დამფუძნებელი, სარა ბლეიკლი, მე მგონი ასეთი გვარია. ჩამოიარეთ აი Forbes-ის სია მაგალითად, ხო? ან მაგალითად შეხედეთ ნიუ-იორკი, ლონდონის საფონდო ბირჟების კომპანიებს. ვის აქვს მდგრადი წარმატება და ვინ არიან ყველაზე დიდები. Google, Apple, ესენი 20-30 წელს ითვლიან, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ გვიან ვიგებთ, რომ ვაუ, უკვე წარმატებულია, მაგრამ რეალურად აგურების შენება ძალიან ბევრი წელი მიმდინარეობს და თუ არ მეთანხმებით, აი მომიტანეთ ერთი მაგალითი კომპანიის ან მაგალითად ადამიანის, რომელმაც ყველაფერი ძალიან სწრაფად გააკეთა სიტყვაზე ერთ წელში, გახდა მილიარდერი და მერე ვნახოთ წარმომავლობა როგორია ამ სიტყვაზე თანხების, ხო, თუ არის რა თქმა უნდა საჯარო ინფორმაცია. მესამე მითი არის ის, რომ მე წარმატებას მივახციე მარტო. და ჩვენ Tesla-ს უკან, SpaceX-ის უკან ვხედავთ მარტო ილონ მასკს. ილონ მასკი არის ამ კომპანიების რეალურად წარმომადგენელი და კომუნიკაციების და ორატორის მენეჯერი. ნუ გარდა იმისა, რომ დამფუძნებელი და CEO. მაგრამ უდიდესი ათასობით ძალიან ჭკვიანი ინჟინერი მუშაობს ამ კომპანიაში და აკეთებს იმ პროდუქტებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. მას ამ წარმატებისთვის მარტო არ მიუღწევია. იგივე ავიღოთ მაგალითად მეტას ჯგუფი, ხო? ცუკერბერგის კომპანია 10,000-ობით ადამიანი მუშაობს. შეიძლება მეტიც.
იმაზე, რასაც ჩვენ ვიყენებთ, მაგალითად, სოციმედიას. უბრალოდ ჩვენ ერთ ადამიანს ვხედავთ და ძალიან ბევრ ადამიანს მოდის ბევრი კარგი იდეა, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ გონია მარტო გააკეთებს, უჭერს რეალიზება ამ იდეების და ამ ადამიანებს კიდევ არ უჭერთ რეალიზება, იმიტომ რომ თავიდანვე პოულობენ ან პარტნიორს, ან გუნდს, ან ეხლა ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა და ძალიან აქტუალურია ესეთი სათაურებით სტატიები, ერთი ადამიანის კომპანია, რომელიც შეფასებულია 1 მილიარდად, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტს იყენებს ბუღალტრად, იურისტად, გრაფიკულ დიზაინერად, ანუ რეალურად დღეს ხელოვნური ინტელექტი იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ მანდაც არ ხარ მარტო, მანდ ხელოვნური ინტელექტის უკან ძალიან დიდი დეველოპერების გუნდია, ინჟინრების გუნდია და პლუს ვერც ერთი ადამიანი ვერ ვიტყვით, რომ ვართ self-made თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვყიდით ჩვენს პროდუქტს და მომსახურებას და ერთი კლიენტი თუ გვყავს, ერთი კლიენტი მაინც თუ გვყავს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეს კლიენტი გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ წარმატებულები და მდიდრები. აქედან გამომდინარე, იპოვეთ რაც შეიძლება ბევრი თანამოაზრე სანდო პარტნიორი და დაიწყეთ თქვენი იდეების რეალიზება. მითი ნომერი 4 არის ის, რომ მათ ყოველთვის ჯეროდათ საკუთარი თავის და ჯეფ ბეზოსი და უორენ ბაფეტი როგორი თავდაჯერებულებიც არიან ახლა, ეგეთი თავდაჯერებულები იყვნენ სულ. ეს ასე არ არის. თავდაჯერებულობა მოდის დროსთან, გამოცდილებასთან, ურთიერთობასთან, შეფასებასთან და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, გამოცდილებებთან ერთად. თუმცა თავდაჯერებულობის ნაწილში საწყისი წერტილი შეიძლება განსხვავებული გქონდეს მე და არ ვიცი, ჩემს მეგობარ ანის, ან ჩემ მეგობარ ქეთოს, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გარემო გვაყალიბებს ან უფრო თავდაჯერებულ ადამიანად, ან უფრო ნაკლებად თავდაჯერებულ ადამიანად. აქედან გამომდინარე, ესე დაიბადა 1 წლის და თავდაჯერებულია და 1000 კაციანი აუდიტორიის გარეშე გამოვა და სიტყვით, ესე ვთქვათ, მოხიბლავს მათ, ეს ასე არ ხდება. ადამიანები მუშაობენ, სწავლობენ, იმეორებენ, ამზადებენ პრეზენტაციებს და მერე გადიან. აქედან გამომდინარე, მითი რომ ისინი თავდაჯერებულები არიან, აბსოლუტურად არის მითი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორ გავხდეთ თავდაჯერებულები. როგორ უნდა გავხდეთ, ვისაც გვჭირდება სწავლა, ვისწავლოთ, ვიმეცადინოთ, გავიმეოროთ, სარკის წინ ვილაპარაკოთ, ვიდეოები ჩავწეროთ, გავაკეთოთ კვლევა, ვილაპარაკოთ ჩვენს იდეაზე სხვადასხვა ადამიანთან და მაგალითად შემდეგ გავაკეთოთ საჯარო გამოსვლა, ხო? მითი ნომერი 5 არის, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ მძიმე, ძალიან რთული შრომის შედეგი. კი ბატონო, სწრაფად არ მიუღწევიათ, არც პატარა შრომით არ მიუღწევიათ, მაგრამ დიდი შრომა არ არის პირდაპირ პროპორციული წარმატების. მაგალითად, ადამიანი, რომელიც მუშაობს რესტორანში, მიმტანად მაღაზიაში კონსულტანტად ან არის დამლაგებელი, ძალიან ხშირ შემთხვევაში უდიდესი შრომა აქვს და ძალიან იღლება, მაგრამ მისი ეს შრომა არ ნიშნავს, რომ მას ექნება კარგი ანაზღაურება. ადამიანმა შეიძლება იმუშაოს Facebook-ში ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკოსად პირობითად და ამით ბევრად მეტი გამოიმუშაოს, ვიდრე ყველა ამ ადამიანმა ერთად. და რატო? იმიტომ რომ მძიმე შრომა არ უდრის წარმატებას. ჩვენ რა პროფესიაში არ უნდა ვიყოთ, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ მაინც და მაინც პროფესია შევიცვალოთ, უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ რაღაცის მასშტაბირება. თუ ვართ დალაგების სფეროში, უნდა გამოუშვათ ჩვენი დალაგების სითხეები, ან ჩავწეროთ ვიდეო გაკვეთილები, დავეხმაროთ დიასახლისებს, ონლაინ ან გავაკეთოთ ჩვენი დალაგების, ესე ვთქვათ, კომპანია. სხვა შემთხვევაში არ მოდის სიმდიდრე მასშტაბირების გარეშე. ჯეფ ბეზოსის მაგალითი რომ მოვიყვანოთ ისევ, ძალიან ბევრ შრომობდა
ბევრ დროს უთმობდა, ძალიან უყვარდა წიგნები და რა გააკეთა, წიგნების გაყიდვის მასშტაბირება გააკეთა ონლაინ და მერე დაემატა, ესე ვთქვათ, სხვა რაღაცეები მის Amazon-ის საიტს, ხო, გასაყიდად. ამიტომ ყველაფერს უნდა შევხედოთ მასშტაბირების თვალით, თორემ დავბერდებით, დავიღლებით ჩვენი, ესე ვთქვათ, შრომით და ამ შრომის პირდაპირ პროპორციული არ იქნება ჩვენი შემოსავალი. მითი ნომერი 6, რომ მათ თავიდანვე ქონდათ რაღაცა სიცხადე და ზუსტად იცოდნენ დანიშნულების ადგილი. ეს არის აბსურდი. უბრალოდ მოქმედებენ და ამ მოქმედებაში ბაზარს სწავლობენ, კლიენტებისგან უკავშირს იღებენ და მერე ხვდებიან, რა შეიძლება იყოს პროდუქტი. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ყველაზე კარგი არა, ესე რაც გამახსენდა, თორემ ბევრი კარგი მაგალითია, იმედია ძაღლების ყეფა გარედან არის მის, არის Netflix-ი, ხო? Netflix-ი თავიდან იყო ფიზიკური ესე ვთქვათ, DVD გაქირავების სერვისი და მერე ნელ-ნელა შემოვიდა ინტერნეტი გადაეწყო. ინტერნეტზე მერე DVD-ის გაქირავების ნაცვლად მიხვდა, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, რომ ფილმზე უფლებები ეყიდა, მერე მიხვდა, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა საერთოდ production-ში წასულიყო და ნელ-ნელა Netflix-ი, რომელიც DVD დისკებს აქირავებდა, გახდა ტელევიზიის ჩამნაცვლებელი, ხო? აქედან გამომდინარე ცვალებადობის მიმართ უნდა გქონდეს მიმღებლობა, უნდა ვიყოთ მოქნილები და არ უნდა ვიფიქროთ, რომ აი თუ ზუსტად არ ვიცი დღეს რა მინდა, მაშინ არ უნდა დავიწყო და ეს ჟინი და სურვილი, რომ თუნდაც დამოუკიდებელი ინდივიდუალური პროექტი და იდეა მინდა განვახორციელო, რამით არის ნაკლები და ესე ვთქვათ, არ უნდა დავიჯეროთ ამ იდეის, იმიტომ რომ არ გვაქვს სიცხადე და მკაფიობა, ესე ვთქვათ, პროექტის ბოლოში რა იქნება. მეშვიდე მითი არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად გადავაკოპიროთ ის მოდელები, სტრატეგიები და ესე ვთქვათ, ნაბიჯები, რაც უკვე წარმატებულმა ადამიანებმა განახორციელეს და ჩვენც მივიღებთ იგივე წარმატებას. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ დამოკიდებულია ყველაფერი ლოკაციაზე, თქვენ პერსონალურ ბრენდზე, ვინ არის თქვენი აუდიტორია, რამდენად თქვენ გულწრფელი ხართ იმაში, რომ იგივე რაღაც გაინტერესებთ, ხო? რა არის სიახლე? ძირითად შემთხვევაში ჩვენ რაც შეგვიძლია წამოვიღოთ ეგრეთ წოდებული წარმატებული ადამიანებისგან არის მათი სტრატეგიები, ოღონდ ამ სტრატეგიების კომბინაცია, თანამედროვეობასთან ადაპტირება, ხელოვნური ინტელექტის ჩართვა, თუ საქართველოში გვინდა მოღვაწეობა, საქართველოსთან ადაპტირება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ის რაც ინგლისურენოვან ბაზარზე მუშაობს, ის რაც რუსულენოვან, ესპანურენოვან ბაზარზე ან ჩინურ ბაზარზე მუშაობს, ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს ქართულ ბაზარზე. ქართველი მომხმარებელი არის საკმაოდ სპეციფიური ნებისმიერი პროდუქტის არჩევის დროც და ვიტყოდი, რომ პრეტენზიულით იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არის დიდი ეკონომიკა, გაფაციცებით ადამიანი ამოწმებს, რამდენად კარგია ის ნივთი, რაც შეიძინა, მომსახურება, ბევრ ნაკლს პოულობს, რაღაცა ხუმრობებიც არის ხოლმე, რომ ქართველ მომხმარებელს უნდა რომ იაფად ქონდეს რაღაცა ყველაფერი ერთად ერთ პროდუქტში ან მომსახურებაში და მერე არის ძალიან პრეტენზიული, ხო? აქედან გამომდინარე შეიძლება კიმ კარდაშიანის სტრატეგია, როგორ განავითაროთ პერსონალური ბრენდი და მონეტიზაცია გაუკეთოთ იმ ყურადღებას, რაც არის თქვენი პერსონალური ბრენდის მიმართ, რაღაც ნაწილში გამოგვადგეს, მაგრამ სხვა ნაწილში ვერ გამოგვადგება, იმიტომ რომ მაგალითად ის აღიქმება აქ როგორც ვულგარული. ვულგარული არის საკმაოდ ისეთი იმიჯი საქართველოში, რომ შეიძლება უფრო მეტი კლიენტი დაგაკარგვინოს, ვიდრე მოიზიდო. თუ მით უმეტეს ეს შენი არ არის და რაღაცა ხელოვნური არის.
თუმცა ამერიკის ბაზრისთვის ის აბსოლუტურად არ არის ვულგარული, პირიქით ძალიან ბევრ ქალს უნდა რომ დაემსგავსოს კიმ კარდაშიანს და არის კიდევაც ხუმრობები, რომ პლასტიკურ ქირურგთან რომ მიდიან, უნდათ რომ ან ანჯელინა ჯოლის გავდნენ, ან კიმ კეის. აქედან გამომდინარე, აი ძალიან რთულია ესე აირჩიო ერთი ადამიანი და გადმოაკოპირო იმის იდეა, სტრატეგია და შენც იგივე წარმატებას მიაღწიო, როგორც იმან. მითი ნომერი 8 არის ის, რომ მდიდარი ადამიანი წარმატებულია. მდიდარი ადამიანი არ არის წარმატებული, თუ მისი სულიერი ფიზიკური და მენტალური ცხოვრება და ესე ვთქვათ, სტილი არ არის ერთმანეთთან ჰარმონიაში. სიმდიდრე კი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი წარმატების, თუმცა არ არის ძირითადი და არც მთავარი. ადამიანი, რომელიც აი ჰარმონიაში არის მატერიალურ, სულიერ და გონებრივ, ესე ვთქვათ, მის სამყაროსთან და არის მდიდარი, შეიძლება იყოს წარმატებული, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის მდიდარი, არ ნიშნავს, რომ არის წარმატებული და ეს მითი ჩემს თვალწინ დაიმსხვრა, როცა უამრავ ადამიანს ესე ვთქვათ, შევხვდი, გავიცანი სხვადასხვა კრიპტო, ბლოკჩეინ კონფერენციებზე და დავინახე, რამდენი მავნე ჩვევა აქვთ, როგორი არასტაბილურები არიან, როგორია მათი ცხოვრების წესი, არც თუ ისე მისაბაძი და შეიძლება ბევრი მათგანი აღარც არის მდიდარი, ზუსტად იმიტომ, რომ მათ ცხოვრებაში არ იყო ეს ჰარმონია და სიჯანსაღი. აქედან გამომდინარე, დავშალოთ ეს მითი, რომ წარმატება არის სიმდიდრე, ან სიმდიდრე არის წარმატება, სიმდიდრე არის ეგრეთ წოდებული თანმდევი პროდუქტი იმ ყველაფრის, რაც ჩამოვთვალეთ, ხო? და არის გამონათქვამი ადამიანს თუ არა აქვს ჯანმრთელობა და დავამატებდი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა და სოციალური ურთიერთობები, მაშინ, ანუ ჯანსაღი ურთიერთობები, ის რომ მას ფული აქვს, არაფერს არ ნიშნავს და საერთოდაც მდიდარი სიტყვაც არ შეეფერება. უბრალოდ აქვს ბევრი ფული და უბრალოდ ბევრი ფული შეიძლება ქონდეს ბევრს, მაგრამ არ იყოს წარმატებული და ბედნიერი. და ეს არის ის 8 მითი, რაზეც მინდოდა დღეს მელაპარაკა. შემდეგი კვირიდან გადავალთ უკვე პერსონალური ბრენდის შენებაზე. მინდა რომ აღვნიშნო აქ 2024 წლის ბოლომდე მე არ მქონია სოციმედია. საერთოდ 2012 წელს რო გავაუქმე Facebook-ი უკაცრავად ალერგია მაქვს, მაგიტომ საუბრობ ესე. გავაუქმე Facebook-ი, მას შემდეგ არ მქონია სოციმედია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პერსონალური ბრენდის გარეშე განსაკუთრებით იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც გადაწყვიტეს კორპორატიული ან საჯარო სივრციდან გამოთიშვა და თავისი ინდივიდუალური საქმიანობის შექმნა და თუნდაც თავისი უნებისთვის მიყოლა ან მისიის პოვნა და მოწოდებით ცხოვრება, შეუძლებელი იქნება პერსონალური ბრენდის გარეშე ჩვენი ცხოვრება. აქედან გამომდინარე, რა გამოცდილებაც მივიღე, ვერ ვიტყვი, რომ ხა ეს არის ჩემი აკაუნტი რაღაც 100,000-ობით ადამიანი, მაგრამ უკვე 7,000-ზე მეტი გამომწერი მყავს, ისე რომ არ დამიხარჯავს თანხა, არ გამიკეთებია რეკლამა, ამის წინააღმდეგ კი არ ვარ, უბრალოდ საქართველოში მინდოდა ჩამოსულიყავი და მერე დამეწყო უფრო აქტიური მარკეტინგი, რაღაც რამდენიმე თვეში, არ ვიცი, 4-5 თვეში მივიღე ეს შედეგები. ჯამურად ყველა პლატფორმაზე შეიძლება უკვე 20,000-მდე გამომწერი გყავს და საკმაოდ ჩართული, შეკრული, ესე ვთქვათ, community და მინდა რომ ეს გამოცდილება გაგიზიაროთ და ყოველ ახალ ეტაპზე, როცა გადავალ, მინდა რომ რაღაცა ახალი, ესე ვთქვათ, ინსაიტები და რჩევები შემოგთავაზოთ. დამიწერეთ ძალიან გთხოვთ კომენტარებში პერსონალურ ბრენდთან დაკავშირებით, რა კითხვები გაინტერესებთ და ვეცდები რომ პირველი თუ არა მეორე ვიდეო მაინც ავაწყო ამ კითხვების მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა და დროებით.